მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, დღეს შემოგთავაზებთ საქოლის გულღვიძლის ჩაშუშულს ბოსტნეულთან ერთად. ყაურმას ვერ დაუძახებ, რადგან მე ყაურმას სხვანაირად ვამზადებ, თუმცა გემოები წააგავს. მაშ ასე დავიწყოთ. თავდაპირველად კარგად გარეცხილი დაჭრილი გულღვიძლი, ფილტვი არ გამომიყენებია. მოვათავსე ღრმა ტაფა ქვაფში, დავასხი ცოტა წყალი და როგორც წამოდუღდა, ის პირველი წყალი გადაუღვარე, შემდეგ ხორცი თავიდან გავრეცხე. მოვათავსე ისევ ჭურჭელში, დავამატე 200 გრამი წყალი, 200 გრამი თეთრი ღვინო. დავაფარე თავსახური და როდესაც ხორცი დაფნის ფოთლები 3-4 წელი და როდესაც სითხე ამოშრა, ხორცი უკვე იყო სანახევროდ მოხარშული. ამის შემდეგ დავამატე ალყად დაჭრილი 4 თავი ხახვი, რადგანაც ამ კერძს ძალიან უხდება. ბევრი ხახვი, ცოტა არაფრით არ აძლევს კარგ გემოს. გახეხილი ნივრის კბილები, 1 ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკები გრძლად დაჭრილები, 4 ცალი დაბლენდერებული პამიდორი, 1 ცალი მწარე წიწაკა, სუნელებიდან ქონდარი, უცხო სუნელი და ცოტა პაპრიკა. დავაფარე თავსაფარი და დაველოდე ხორცის სრულ მოხარშვას. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშა, არ საჭიროებს წყალს, რადგან პამიდორი საკმაოდ წვენს უშვებს. ამის შემდეგ ცოტა მინდოდა, როგორცაც ხედავთ, იმ სისქის ყოფილიყო, დავამატე დაახლოებით 200 გრამი წყალი, მარილი გემოვნებით, კარგად ამოურიე და უკვე წამოდუღდა თუ არა, ეხლა ვამატებ წვრილად დაჭრილ ნიახურს, ქინძს და ოხრახურს. ასე ძალიან მოსწონთ ჩემს ოჯახში, ეს კერძი უკვე მზადაა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არის ეს ძვირი პროდუქცია და გამოდის უგემრიელესი კერძი. მშვენივრად დაანაყრებთ ოჯახს. ეს არის ჩვენი სადილი. დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.